რა არის მითოსი? ჯერ უნდა დავადგინოთ, რომ მივხვდეთ ეს ყველაფერი თემა ქართველთა მითიური შუაგული როგორ წარმოვაჩინოთ. მითოსი კოსმიური ამბავია. კოსმიური უკვე ხვდებით, რომ აი საყოველთაო და აღმატებული და ასე თქვა ზეცას მიბჯენილი. კოსმიური და არა ისტორიული. ნახეთ რა საინტერესოა, ისტორიული ის არის, რაც კონკრეტულად განხორციელდა რომელიღაც ქვეყანაში, რომელიღაც კონკრეტულ პიროვნებას თუ ჯგუფს რაც გადახდა. ეს არის ისტორიული ამბავი. მაგრამ მითოსი კოსმიური ამბავია, გაცილებით უფრო ფართო, უფრო ვრცელი და უფრო მრავლის დამტევი. ეს არ ყოფილა, ხოლო არის ყოველთვის. აი ზედმიწერილი ფორმულა მითოსისა. კონკრეტულად ამ მითებზე რო საუბრობთ, ის არ მომხდარა არასდროს. მაგრამ არის ყოველთვის ნიშნავს, რომ ნამდვილ ამბავზე უფრო მძაფრია და შენზე უფრო მეტად მოქმედებს. შენშია მოკლედ ეს ამბავი. აი რო ისმენ, თითქოს რაღაცა ფესვი გიცოცხლდება, თითქოს შენზეა ეს ამბავი, თითქოს შენ ძველ დროში იყავი და შენი თვალით ნახე, დაახლოებით ესეა. ამას მეორენაირად, არ ყოფილი, ხოლო მარად მყოფი. ამ ყველაფერს კი მარადი მყოფადი ეწოდება. მარადი მყოფადი რა არის? მარადისობა, ჩემო ძვირფასებო. აქ წარსული და მომავალი ერთი და იგივეა. უხსოვარ დროში ქართველი დედა ასე მოუთხრობდა შვილს. ზღაპარს ესე უკითხავდაო. იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო ერთი მზეთუნახავი. ნახეთ რა საოცარია. იყო, გეუბნება, მაგრამ თან არ იყო. აი რა არის, რამხელა სიბრძნეა ქართულ ზღაპარში. აი ეს უკვე მითიური სუნთქვა. იყო და თან გეუბნები, იყო და არა იყო, თან არ იყო გეუბნები. ხედავთ ქართველ დედას, მითოსი ოდითგანვე სცოდნია. ქართული გენი როგორი თვით ცხადის სიღრმით აცნაურებს მარად მყოფას. ანუ ესმისო ქართულ გენიას, მასშიაო ეს. აი ქართულ გენს ეს მითიური სუნთქვა თან ახლავსო, აი თანდაყოლილივით. მითიური გრძნობა და აზრი ადამიანისა ყურს უგდებს ბუნების ყოველ მოვლენას. აი რაღაცა ხდება, ხო? ბუნებაში თავის და ინტენსიურად შეიგრძნობს რაღაც მახლობელსა და მშობლიურს. თუმცა გარკვეული სახით მოწყვეტილსა და დაკარგულს. ესმის მას რაკრაკი მთის ნაკადულისა და ამაში თავის სულიერ მღელვარებათა რიტმის გამოძახილს შეიგრძნობს. პოეტის ცნობიერება თავის სახეს ქმნის ბუნებაში და ამით მას ასულიერებს და ბუნების ასარყვაში ქმნილის სახე ცნობიერებისა ხდება სიმბოლო მათი ცნობიერებისა და ბუნების ერთიანობისა. ეს მაღალმხატვრულად აქვს და ცოტა ძნელად გასაგებია, მარტივად ცნობიერება და ბუნება აი ერთმანეთში გადადის, აი თითქოს ერთმანეთს ერევა. ასე იქმნება მითი წინა სამყაროულ მდგომარეობაზე. ანუ ეს მაღალმხატვრულად რობაქიძემ აგვიხსნა მითი როგორ იქნება. ნახეთ, ეს არის ამბავი წინა სამყაროულ მდგომარეობაზე, კოსმიური ამბავი. არ ყოფილი, რეალურად ეს არ მომხდარა, მაგრამ მარად მყოფი. აი ეს მარად მყოფი სადაც არის, ამას ქვია მითიური სუნთქვა, ჩემო ძვირფასებო. ხო, ასე იქმნება მითი, ხო თქვით, რადგან მითი გახსენება მისტიური ამბის, კოსმიური საიდუმლოსი. ანუ ნახეთ, კოსმიური, ანუ ზოგად საკაცობრიო მთელი, ესე იგი სამყაროს საიდუმლოება ამაში ჩადებულიო. მისტიური ამბავი კი ნიშნავს რაღაცა აი ძალიან მგზნებარეს, აი რაღაცა ცოცხალს, რაღაცა რეალურზე უფრო მძაფრს. თუ უბრალო ამბავში, ეხლა ნახეთ რა უნდა აგიხსნათ, როდის გამოდის მოყოლა მითიური. აი თქვენ რომ მოყვეთ, აი როდის გამოგივათ რომ მითიურია. თუ უბრალო ამბავში შენი საკუთარი განცდა მოყოლილი და თანვე გრძნობ
მომხდარი უკვე სადღაც და ოდესღაც მომხდარ იყოს. იცოდე ეს ამბავი მითიურია. ესე იგი დავაკონკრეტებ, ესა ცოტა ძნელი გასაგებია. თუ უბრალო ამბავში შენი საკუთარი განცდაა მოყოლილი. პირადად, ანუ აი სიტყვაზე კვართზე უყვებით, ხო? ხო და მე რო დავინახო ეს ამბავი, რა განცდა დამეუფლებოდა და იმ განცდას თუ მეუყვები კვართის მოყოლის დროს. და თანო მომხდარი თან გრძნობრო ეს მომხდარი უკვე სადღაც და ოდესმას მომხდარ იყოს. იცოდე ეს ამბავი მითიურია. ანუ ესე იგი ყვები ძველ ისტორიულ ჩანართს და ისეთი განცდა გიცდება უცბად, რომ შენ რო იქ იყო რას განიცდიდი და აი ამ განცდებს ყვები, შენ პირად განცდებს. როგორც ეს ორი ერთმანეთს გადაეხლართება და თან თითქოს ეს უკვე როდისღაც მომხდარიაო. იცოდე ეს ამბავი მითიურია. ეხლა იმისთვის რომ ეს ყველაფერი გავიაზროთ, ქართული მითის შუაგული ორი ნაწარმოები უნდა ავიღოთ. პირველი ნაწარმოები ეს არის ვაჟა-ფშაველას გველის მჭამელი. ახლა მე სიუჟეტს მოგიყვებით. მოკლედ ეს გველის მჭამელი ზოგადად არც ვაჟას მოგონილია, არც რობაქიძის, ეს მითი არის, რომელიც ამ მათ ცხოვრებამდეც არსებობა და ყველა მითი მოდის უხსოვარი დროიდან, რომელსაც ზუსტი თარიღი არ აქვს. აი ქართული გენი, ეს მითი მოდის უხსოვარი დროიდან, თავისი ზუსტი საუკუნეები ამას არ აქვს. მოკლედ გველის მჭამელი ეს ცნობილი საყოველთაო მითია. ეხლა რა ხდება ვაჟა-ფშაველას ამბავში? ესე იგი დევებთან არის დაჭერილი მინდია და რა თქმა უნდა ესე იგი ვერ აგზნობს თავს კარგად და ფიქრობს რომ და დევები გველს ხარშავდნენ და იმას ჭამდნენ. ხო და იფიქრა რომ ასეო ტყვეობაში გატარებას დევებთან ცხოვრებას მირჩევნია სიკვდილიო. ხო და დევები რო წავიდნენ, მივიდა და ძალის ძალად ეს გველის ხორცი შეჭამა. ეგონა რომ მოკვდებოდა. და სინამდვილეში მიეცა მისნობა ნიშნავს აი დიდ ღვთაებრივ საიდუმლოს მასში მიეცა ცოდნა. რაღაც ესე იგი კოსმიური ცოდნის მეპატრონე გახდა. და როგორია იცი კონკრეტულად ნაწარმოებში? მინდიას მცენარეებთან შეუძლია საუბარი, ხეებთან შეუძლია საუბარი. ანუ მისანი გახდა რა, აი შეუძლია ბუნებასთან დაამყაროს კავშირი და რა თქმა უნდა სოფელში გაუვარდა ხმა, რომ აი მაგალითად როგორი საჭიროა იცით ასეთი ადამიანი. გველმა უკბინა ბავშვს და დიდი აჟიოტაჟია ოჯახში, დავიღუპეთ წივიან კივიან და ყველანი გარბის მინდიასთან, გვიშველე მინდია. ეს მინდია რა შვება? ეხლავე გიშველი დაწყნარდით დამშვიდი. წავა და ბუნებაში ეუნება. აბა მცენარეებო, ბალახებო, ფოთლებო ელაპარაკება მათ ენაზე. აბა რომელი ხართ? გველის შხამის წამალი. აი გველმა ბავშვს უკბინა და ბავშვი უნდა გადავარჩინოთ და ეს ბალახები ეძახიან, მე ვარ მინდია, მოდი მინდია, აქეთ მინდია. მივა მოწყვეთ სამ ფოთოლს, ბალახს, რაღაცა მცენარეს, მიუტანს, მოხარშავენ დადებენ და მორჩება. და წარმოიდგინეთ ასე შველის ყველა. მთელი სოფლისთვის მინდია არის პირველი კაცი. ეხლა მივიდა ეხლა ხო, ნუ მოკლედ გაუვარდა სახელი, ყველას უყვარს, რა თქმა უნდა, ქალებსაც როგორ ეყვარებოდა და დაოჯახდა ეს ჩვენი მინდია, ლამაზად, გემრიელად. შვილები შეეძინა, მეუღლე. ეხლა ეს ერთი შეხედვით ძალიან კარგია, მაგრამ ამას მეორე რთული სახე აქვს. ეხლა უყურე, ცოლმა უთხრა, მინდია, ეს ბავშვები მშვიდები ყავს, კაცო, ეს კარგია, ფოთლებს რო ელაპარაკები და ჩიტებს რო ელაპარაკები, კარგია, მაგრამ ბავშვებს საჭმელი უნდათ, მინდია. შეშა არა გვაქვს, გაიყინა ოჯახი. წავიდა ეხლა შეშაზე მინდია.
დაარტყა ხეს. რა შვები მინდია ხეუნე, ხო არ გაგიჟდი კაცო? ჩვენ მეგობრები არა ვართ. რატომ მისწრაფავს სიცოცხლეს? ვეღარ მოჭრა. დაუმიზნა ახლა ის უნდა მოკლას, ყურდღელი ან რა ვიცი, შველი ან რაზეც უნადირობთ რა. ახი გადაუდგა მინდიან უდამაობლე პატარები მელოდებიან სოროში არ მესურო რა შვებ. ნუ რა თქმა უნდა ვერ ესვის. მოვიდა ხელცარიელი. შეშა არა აქვთ, საჭმელი არა აქვთ და პრობლემები დაიწყო. აი ნახეთ, ზოგადად აი პოეტი ადამიანი, მისანი ხო არის პოეტი. პოეტი ადამიანი იმდენად სულ სამშობლოზე ფიქრობს, იმდენად სულ კაცობრიობის სიკეთეზე ფიქრობს, რომ მას იმის უნარი არ შესწევს, რომ მატერიალურად უზრუნველყოს ოჯახი და ზოგადად ასეთი ადამიანების ოჯახში მეტწილად გაჭირვება და პრობლემები დგება. ასეთი პრობლემა იყო გალაქტიონის ოჯახში, ჩვენი სახელოვანი პოეტების ოჯახში და იცით თქვენ რომ უმეტესი ჩვენი გიგანტი შემოქმედები ლუკმა პური ენატრებოდათ. ეს ცნობილი ფაქტია. მოკლედ ოჯახებში სიმშვიდე ვერ ქონდათ, ანუ ეს ორივეს გაძღოლა ძნელია, მოკლედ და ძალიან იშვიათი. მოკლედ ერთხელაც ცოლმა შეუჭამა უკვე ტვინი რა. აბასო ჩხუბის დავიდარება და ეხლა ოჯახს ხო არ დაანგრევს რა, ოჯახი რო დაანგრიოს რა, არ წაერთმევა მისნობა? ხო და მოკლედ ბოლო ოჯახის დაანგრევას გადაწყვიტა რომ ხე დაენდუროს. და მოკლედ ის კი ეუნება რომ რა შემინდია, რა შვები და ძლივს მიაჭრა, ოღონდ მთელი თავისი გული და სული გადააყოლა. მერე არ მომკლა, ანუ ბახ და მოკლა ისაც, ხო აბა ხო უნდა მიუტანოს საჭმელი. ხო და აი ეს ორმაგი ის წავიდა რა. აკეთებს იმას, რაც ბუნებისგან ღმერთმა, რაც მასში ჩადო, იმის საწინააღმდეგოდ წავიდა, მიხვდით? იმიტომ რომ წუთი სოფელს სხვანაირად ვერ მოერია. ანუ ნახეთ, აქ არის სულიერი ნიჭის და წუთი სოფლის აუცილებლობის შეჯახება. ბოლო დაკარგა მისნობა. ერთხელ მოჭრა ხე ძალად, ერთხელ მოკლა დათვი ძალად, მეორედ მოკლა მესამედ და წაერთვა ეს. აღარ ელაპარაკებიან, მცენარეები გაებუტნენ, ხეები აღარაფერს ეტყვიან. ხო და ხალხი კი მაინც მასთან მოდის, მინდია გვიშველი, ეს კიდე უნება კაცო, აღარა მაქვს ეს ნიჭი გამანებეთ, თან ნერვიულობს, თან განიცდის, თან ეს ყველაფერი დაკარგა, როგორი ამბავია. და ამ დროს ომია და ომშიც რა თქმა უნდა წამყვანი ძალა და სული და გული მინდია იყო, იმიტომ რომ ყველა მინდიას ეკითხებოდა და მინდიას რაღაცა ამ ზებუნებრივი ძალით სწორ რჩევებს ეძლებდა და უმეტესი ომი მინდიას რჩევით ჰქონდა და ეს წელი რომ შემოესია, მივიდა მინდია უნდა აღარა მაქვს, ხალხი არა, ეხლა რა თავს იფასებ, ეხლა მაგის დრო ვაეუნებიან. წამოდი, რას ქვია, რა დროზე მინდია დროზე და კი ეუნება, მაგრამ უჯერებენ და ბოლო რაღაცა ვერსია უთხრა, ეს გავაკეთოთ. გააკეთეს ის და წააგეს ომი. ხო და ეხლა მინდიას სახლიდან ხო პრობლემები. ეს სცენარე მისნობა დაკარგა პრობლემები და უნდა თემისთვის, ერისთვის კარგი და გამოვიდა წაგება და მინდიაზე გაბრაზებულები არიან, შემოღალატე, არასწორი რჩევით ფაქტობრივად ღუპავს და მოკლედ აღარ უნდა სიცოცხლე რა, აღარ უნდა სიცოცხლე და შუა ომში ცოლი ხედავს როგორ იკლავს თავს რა. ვეღარ გაუძლო ამ ყველაფერს და თვითმკვლელობით თავდება გველის მჭამელი. ეს არის ვაჟა-ფშაველას ვერსია გველის მჭამელი. სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ გრიგოლ რობაქიძეს მიაჩნია, რომ გველის მჭამელი ყველაზე საუკეთესო ნაწარმოებია ვაჟას შემოქმედებაში. მიაჩნია, რომ ის ამ დროს სოფლიო მწვერვალებს იპყრობს, იმდენად ძლიერია აქ ჩვენი ვაჟა და ეხლა ბარემ ერთ რამეს გეტყვით რა. თანამ მეორე ნაწარმოებზე გადავალთ, იგივე გველის მჭამელის ვარიანტია. მეორე, ოღონდ სხვა და ჩემი აზრით უფრო გრძნებარედ დაწერილი. ნახეთ რა საოცარი, ესეც რობაქიძის ახსნა, გველის მჭამელის ახსნაზეა.
ყოველ არსებას თავისი ენა აქვს. ადამიანს ადამიანისა. მინდიას ყველა სენა ესმის. ეს არის აი პირდაპირ გულში რო ატანს. ის სამყაროს ენით მეტყველებს. აი გულის ენა რო დავარქვით, წიგს ალბათ აქედან ჩამეწვეთა. ის მისანია და მსოფლიო ყოფის დაფარულ საიდუმლოებებს წვდება. მინდია გულთამხილავია. იცის ნინოს გულში რა ხდება, ლალი მასწავლებლის გულში რა ხდება, ნინო მასწავლებლის რა მაგარია რა. და გრძნობს უნატიფეს მოძრაობას ადამიანის სულისა. მის წარმოსახვაში სამყარო აისახება როგორც ერთი მთლიანი ორგანიზმი. სამყაროში შესაგრძნობია მტკივნეული წყვეტა. ყოველი ნაწილაკი ბუნებისა მილტვის საკუთარი თავის დამკვიდრება გამტკიცებისაკენ სხვათა გარეთ და სხვათა წინააღმდეგ, მაგრამ სამყაროს ნაწილაკებიდან არც ერთს არ ძალუძ სრული უარყოფა დანარჩენთა და საკუთარ განსაკუთრებულობაში ჩარაზვა. აქედან იწყება უთანხმოება, დაცალკევება. სარწმუნოების მიზანია შინაგანი სასიყვარულო კავშირისა და გარეგანი თავისუფალი ერთიანობის აღდგენა. ახეთ რა მაგარია. ეხლა ერთ პატარა დეტალს ვიტყვით. ყველა ესტრაფის სიყვარულისკენ, ხო, ადამიანი ასეთია, ეს უფალმა ასეთი შექმნა. აი ავიღოთ სიჭაბუკეში ქალვაჟი რა თქმა უნდა, ვაჟი თუ ჯანმრთელია და ნორმალური ეტრფის ქალს და ეძებს ისეთ ქალს, რომ შეუყვარდეს თავდავიწყებით, შესაბამისად უკვე ქალწულების ასაკში უკვე ქალს ეწყება, რომ მის ცხოვრებაში არსებობდეს ადამიანი, რომელიც მასზე იქნება შეყვარებული, თვითონ იქნება მასზე შეყვარებული. აი აქ ზუსტად ეს არის ასახული. როგორც ამას მიაღწევს უხარია, მაგრამ აქ მეორე რამეა, იმ თავისუფლებას კარგავს გარკვეული სახით და უკვე შეჯახება იწყება. ეს ბევრ ახალგაზრდას პატარა ასაკში ეწყებათ. თითქოს უნდოდა რაც მიიღო. აი სიყვარული მიიღო, თან რაღაც საოცრება, მაგრამ უყურე როგორც სიყვარულს შეყვარებულად იგრძნო თავი, შეზღუდვა აღარ მოეწონა. განხსენდა, რომ სანამ შეყვარებული იქნებოდა, რა ლაღი იყო, რა თავისუფალი, სადაც უნდა მიდიოდა, რასაც უნდა იცვამდა, რასაც უნდა აკეთებდა. ახლა ვიღაცა ეუბნება, მოიცა, ახლა რატო წახვედი უჩემოდ? შენ რატო მე არ შემითანხმე და უკვე აღარ მოწონს. აი ეს მარტო სიჭაბუკეზე არ არის, ეს ყველა ადამიანის ყველა სპეციფიკას ახლავს ეს თან. აი ამაზეა უთანხმოება და დაცალკევება აქედან იწყება. ამისთვის კი საჭიროა წვდომა სხვაგვარის, მიხვდომა სხვანაირის, სხვადქცევა. აი მარტო ბოლოს მაინც დაუკვირდეთ, სხვად უნდა იქცე რა. მინდია წვდება რა ყოველივეს, ის ყველას უგებს. ესმის ენა თვითვეული მოვლენის. ის ხდება მწვდომი ყოვლისა და მტყობი ყველაფრისა. სასწაულია. რობაქიძის გარდა აი სიტყვას ვერავინ ვერ დაწერდა. ის ხდება მწვდომი ყოვლისა და მტყობი ყველაფრისა. ამრიგად რა ამცნევს, ანუ შეიმეცნებს. ნახეთ, მინდიას უყვარდება უთვალავი ფერით ახსილი ქვეყანა და ამ დროს ცნობილი გამოთქმა, შეცნობა შობს სიყვარულს. აი ესაა მთავარი სათქმელი გრიგოლ რობაქიძეს, რომ აი ამ ნაწარმო, ესე იგი ვაჟას გველის მჭამელი რას პასუხობს? აი ამ დიადიდიას, შეცნობა შობს სიყვარულს. რა შეიმეცნა, რა დაიბადა სიყვარული. რა თქმა უნდა, ეხლა ჩვენ მეორე ვარიანტს განვიხილავთ უკვე პავლე მოციქულის. ეს სხვათა შორის შეცნობა შობს სიყვარულს ლეონარდო დავინჩის მიგნებაა. მსოფლიო მოაზროვნე იმას შესთავაზა, რომ ეს არის სწორე ფორმაო. აი ამ ფორმას იყენებს ვაჟა ფშაველა, როცა გველის ჭამეს წერს. ეხლა ჩვენ გადავდივართ მის საწინააღმდეგო ასეთ მიგნებას პავლე მოციქულისა, სიყვარული შობს შემეცნებას. აქ ნახე არის შემეცნება შობს სიყვარულს. ანუ რო შეიმეცნებ, შეგიყვარდება. მაგრამ პავლე მოციქულს ეპისტოლეში სხვანაირად უწერია. რო შეგიყვარდება,
თავისით შეიცნობ, იმიტომ რომ ღვთაებრივი ცოდნა მოგეცემა და ისეთ საიდუმლოებებს ჩასვდები, რომ წიგნის წაკითხვა არ დაგჭირდება. და თქვენ ვიცით, რომ მოციქულებს არ იყვნენ განსწავლული ხალხი, მაგრამ მთელი სამყაროში ისეთი რამე დაწერა პავლე მოციქულმა, მარტო ეპისტოლეები, რო ვთქვათ, შეიძლება ითქვას სოფლიოში ყველაზე ღრმა და ყველაზე, ასე ვთქვათ, ესე იგი, ძლიერი განმარტება. ეხლა გადავდივართ მეორე ეტაპზე. გრიგოლ რობაქიძემ ასეთი ნაწარმოები დაწერა ლამარა. აქაც გველის მჭამელია. მინდია აქაც აკავს. და ასეთი სიუჟეტია, ჩემთვის მაგალითად ეს სიუჟეტი ეხლა რასაც მოგიყვებით, ყველაზე მძაფრია მე რაც რამ ამბავი გამიგია დედამიწის ზურგს. მოკლედ, მინდია და თორღვაი ტყუპის ცალები არიან. მამით ერთნი არიან. დედით სხვადასხვანი, ნახევარძმებს რო ვეძახ. ოღონ გაჭრილი ვაშლივით გვანან ერთმანეთს. ხო და? მინდიასაც მოკლედ შეუყვარდება, ხო მინდია მისანია წერია. მისანი, აი როგორ მისანის თქვით, მოკლედ ბუნების ესმის, ფრინველების, ჩიტების, ყველაფრის. იგივე გველი მჭამელია რა, გველი შეჭამა და მიეცა ეს ღვთაებრივი ნიჭი. თორღვაი მკლავია წერს რობაქიძე, ანუ ვაშკაცი კაცი რა, მებრძოლი კაცი რა, რომ უძლიერესი ხევსური. ეს გულის კაცია, ჩიტები რო უყვარს რა. იმას ხმალი და ომი და ასე თქვა. ხო და? ახლა ქისტის ხალაი ლამარა შეუყვარდება მინდიას. შემათ გთვლიდე ეტყვის. ქალსაც მოეწონება და ასე ეტყვის, მთლიდე თუ შეძლებ მოტაცებასო. მაგიტაცებ ეუნება, მაგიტაცებ. ამ ყველაფერს, ანუ თუ მომიტაცებ შენი ვარო რა, აბა იქ ბაემნები არ იყო მთაში ადრე. და თან ამისი მამა იჩუ არის მთელი ქისტეთის თავი, თავკაცი. იმას ვინ გაუბედავს მოტაცება ესეთი მაგარი ადვილი კი არ არის. სხვანაირად სხვა კუთხის შვილს ასე ვერ მოიყვან, ადრე სხვანაირი წესი იყო. აგიტაცება უთხრა. ხო და? ამ ამბავს მოისმენს თორღვაი, რომელსაც თურმე ლამარა გულში აქვს ჩავარდნილი. და იმა თუ ფაქტობრივად რო უთხრა თუ მომიტაცებ შენი ვარო, ესენი ხო გვანან ერთმანეთს. მოკლედ თორღვა იტაცებს. იმას ოღონდ ლამარას გონია რომ ვინც უყვარს მინდია მოიტაცა, იმიტომ შეხედავს იგივეა რა. ხო და ეს ძალიან მაგარი სიუჟეტია, ნახე ცხოვრებაში ჩვენც ასე ვართ. ბაემნებზე რო ხვდებით ეს გოგო, ვიძახით ეს ის არის, მე ვისაც მთელი დიდი სიდე. მოვიყვანე ცოლად და ეს არ ყოფილა ის. ის სად არის მე რომ ვიყვართ. აი გაორება, იმიტომ რომ მიწა და სულიერება დაეჯახა ისევ, აი აქ რო არის. უთანხმოება იწყება აქაც. ეს გარდაუვალია, ეს წუთი სოფელმა მოიტანა. ჩვენ ყველანი დაცემულები ვართ. დიდი სიყვარულის ტარება ჩვენსაც შეგვიძლია. აგრე რომ ჩვენ და უნებურად წუთი სოფელი თვითონ ამძიმებს ჩვენი მიწიერი მიდრეკილება და ბუნება დაზიანებულია და ეს ბრძოლები მოკლედ ყველა ვარიანტში გარდაუვალია. მოკლედ ახლა ლამარა უყურებს, კაცო უყურებს ის არის. გულში რაღაცას ხო დადარდიან და ეს ის არ არის. ეს უფრო უხეშია, ეს უფრო არ არის რა ის სიფაქიზე იმას რო ქონდა თვალები იმას ხვანაირი ქონდა, რა ვიცი მეჩვენება რა ხდება. მოკლედ ახლა მინდიას რა მემართებ. მინდია კი იმაშველის, ამაშველის, აბაჩიტების, სოფელი დასტრიალებს, ყველას ეხმარება, მაგრამ რა ქნას უყვარს ეს ქალი. იმან კი მოიტაცა არ შეიძლება სიყვარული. ძმის ცოლს ხო არ შეიყვარებს, ხო მორჩა. მაგრამ სიყვარული შენ გეკითხება, ვინ შეიყვარო და ვინ არა? ეგრე რომ დადარდიანდა. დაიწყო სმა, წავიდა ბუნებაში, აღარ უნდა ხალხთან კონტაქტი, მაგრამ ვერ ივიწყებს და რა ქნას. და აი ამ ბრძოლაში საკუთარ თავთან ჭიდილში რო ვეღარ არის ლაღა და რაღაცა მისნობა ერთმევა ამასაც.
ნუ იგივე მოტივია რა. წუთი სოფლის დარტყმამ ისეთი ზიანი მიაყენა, რომ დაკარგა მისნობა ჩვენმა საყვარელმა მინდიამ. ეხლა ხო, მართლა ეს არის საინტერესო, თორღვა და მინდია შეეჩეხებიან ერთმანეთს და მოკლედ თორღვა ეუბნება, რომ ეგ ქალი მე უნდა დამითმო, მე მიყვარს. ბიჭო, ეს ეუბნება, მეც მიყვარს. არა მაინტერესებსო, მაშინ ხმალში გამოგიჭაო და ხანჯალს დააძრო. ანუ თაში ასეთი წესი იყო, თუ ორივეს ერთი ქალი შეუყვარდებოდა, ხმალში გამოიწვევდა და ვინც მოკლავდა, იმას დარჩებოდა ისე, ჩვეულებრივი მოსული. ეხლა წარმოიდგინეთ, ჩიტების ენა რო ესმის და ყველა რო უყვარს და მის გულში რო ფოთლების სიყვარულია, ძმას მოკლავს ქალის გამო და არ მინდა ჩხუბი ეუნება, მინდი არ სისხლს ვერ დაუღრი და ბოლო უშვებ შეცდომას. შენი იყოს ლამარაი, მე სისხლს ვერ დაუღრი. დათმო რა. ხო და რა თქმა უნდა, მერე ჩვენ გავარჩიეთ ეს მომენტი და აი ტყუპები რო ყავს, მაგარი ტყუპები, იმათ თქვეს, რომ აქ დაუშვა შეცდომა, რომ შენი იყოსო, რო თქვაო. იმას ეს სიტყვა არ უნდა ეთქვაო, შეიძლება სისხლი არ დაეღვარა, მაგრამ ის რო იტყვის შენია, იქ უკვე წაგებული გაქვს ბრძოლაო. სიტყვა ეს არ უნდა ეთქვა, შენი იყოს, ლამარა ჩემია, გულით უნდა ატარო ის სიყვარული, რომ ის მისტიური კავშირი შედგეს, ეს არის მითიური სუნთქვა. შეიძლება შენი ცოლი არ არის, მაგრამ მითიურად შენია. აი ეს არის მითი ისეთი რაღაცა, ცოცხალზე და რეალურზე აღემატება, აი უფრო მეტია, კოსმიურია ხალხო. აებრივია შეიძლება. მოკლედ ჩაიხლარდა სიტუაცია, როგორც თქვენ უკვე ხვდებით და მოიტაცებს ეს თორღვა, როგორც გითხარით, მინდია დადარდიანდება და უკვე ამასაც ეკარგება მისნური ნიჭი, იმიტომ ქალი უყვარს და სად ქალის სიყვარული და სად ღმერთმა მისნობა რომ იქცა, სოფელს ემსახურები, გაჭირებულს ეხმარები, სხვის გულში რა ხდება და ანუ პიროვნულში გადადის, მიხვდით? ქალის მონატრებაში გადადის და ამ ღვთაებრივს კარგავს ქალის სიყვარულის გამო. და ეხლა დგება ძალიან მაგარი მომენტი, ძაფრდება სიტუაცია, იჩო გაგიზდა, რას ქვია ხევსურმა ქალი მომტაცა, ეგ არის ქრისტისთვის ძალიან დიდი შეურაცხყოფა და ეგრევე ხმალი და მორჩა უნდა სისხლი დაიღაროს. და ლამარას ძმა წამოვა თავისი დის დასახსნელად. ეხლა იმას უყვარს და ოჯახი აქვს კაცო და მოკლედ მურთაზი შეუვარდება ერთგან და ხმალზე გამოიწვევს პირდაპირ თორღვას. თორღვა ხო გითხარით უძლიერესი მებრძოლია, არ უნდა მოკლა, იცავს თავს, მაგრამ ბოლო შემოაკვდება რა, ძლიერია ეხლა იმ მურთაზე და წარმოიდგინეთ ეხლა იჩო. ლამარა მოსტაცეს ერთი შვილი, მეორე შვილი მოუკლეს. ერთმა ადამიანმა შვილი მოუკლა და ქალი მოსტაცა და სისხლი იძახიან. ეხლა სადაც ხევსურს დაინახავენ, კლავენ რა, თისტეთში უკვე გადაეკიდნენ ერთმანეთს. ხევსურეთშიც გამოცხადდა, რომ აბა ფრთხილად იყავით, თისტები სადაც დაინახოთ, ფრთხილად იყავით და შეერთდით და აბა ჯარი, აბა რაღაცა დაიძაბა იქაც სიტუაცია. ხო და მოკლედ ეხლა დაუკვირდით ლამარა რა დღეშია. ესე იგი მოუკლეს ძმა და იცი თქვენ ესე იგი მთის ხალხისთვის რა არის ძმის მოკლა და ვინ მოუკლა თავის ქმარმა. ვინ არის მის ქმარი, ვინც უყვარს და ვისაც უთხრა მომიტაცე და შენი ვარო. მაგრამ რო უყურებს კაცო, ეს სხვა იყო ის თვალები. იქ ხრამთა რო ნახა. იმიტომ რომ მინდია ხო სხვა არის. ოპის ძალები არიან, ვინც გვიან შემოხვედით რა. სიუჟეტი ამიტოა მძაფრი. და მინდია იმალება არ ენახვება და ერთხელაც ხატობა დღეს მინდია ვეღარ გასლებს და გადაუდგება წინ ლამარას და რო შეხედავს თვალებში უკვე ყველაფერს მიხვდება. ისინი კი გაჭრილი ვაშლილი დგანან, მაგრამ მინდიას რომ მიხვდება უკვე დაინახავს, უკვე მიხვდება რომ ეს ის არის ვინც შეუყვარდა და ისევ ის უყვარს. და ის რომელიც მისი ქმარია ის სხვა არის მოკლედ. არა ის არის ვინც შეუყვარდა. მოკლედ
ეხლა ესეუნება ქალია და გაიპრანჭა და მე შენს მეტი არავინ მინდა წამიყვანე შენი ვარ რაღაცა და ესეუნება აბა როგორო მე შენ სხვისი ხარო შენ არ შეიძლებაო ჩვენი შეხება არ შეიძლება ჩვენი ჩახუტება მე ამას ვერ ვიზავ რა და მოკლედ რა თქმა უნდა არ შეეხებიან რა წმინდა თმიდის ყველაფერი და ოღონ დადარდიანდებიან და გაირკვევა რომ უყვართ ერთმანეთი და მინდიაც ვერ ივიწყებს რა ქნას ადამიანი ებრძვის ამ განცდას რას არაკეთებს და აი ამ ბრძოლაში ქალის სიყვარული ძლევს მითიურ ღვთაებრივ ნიშს და დაკარგავს ესე იგი კოსმიურ ცოდნას და ბოლოს გადამწყვეტი მომენტი უკვე ირაზმებიან ქისტები საბრძოლველად ხო ბორემ ერთ მომენტსაც ვიტყვი ერთ მაგარი მძაფრი მომენტია და ამას წავიკითხო სალოცავი ხო არის ხევსურეთში აი ეთომასწავლებელია მთიდან და იციანი სალოცავები აქვს ადის სალოცავში და აი ესეთ სიტყვებს ეუნება უსახელო ღმერთია მაღალო რაისად მამცილდი რაისად დამტოვე რაისად დამცალევით ამ ამშრალი წყალო კლდეების ტირის რა ლოცულობს მოვედ ჩემთან ვიც დედა შვილთან ამიქაროე გული ამიხილე თვალი ვიყო კვლავ შენი მსახურიო ესე იგი ხო მისნობა ხო დავკარგევ და ლოცულობს ესე რომ მოდი ჩემთან ღმერთო რომ მისნობა დამიბრუნეო განიცდის იმიტომ ღმერთის ბოძებული ღმერთმა წაიღო ეხლა ეს ლოცვა ესე იგი ხო იყო დაიძაბა ქისტეთში სიტუაცია სადაც ხევსურეთს ნახავე ყველა სისხლი უკვე იჩო ირაზმება ქისტები უკვე ფეხს ედგენან სისხლით და გადაწყვიტეს რომ ხევსურეთს თავს დაესხნენ ხევსურებმაც იციან და თქვეს რომ მოდიო კაცო სანამ ეგენი დაგვესხმებიან შევიყარო და ჩვენ დავესხათ იქაც სისხლი იძახიან და მოულოდნელი სცენა იჩოს ეუნებიან რომ ვიღაცა კაციო შენ სახს არის მომდგარიო გონი ხევსურიაო რაო ხევსური გაგიჟდება დააძრო სისხლი ჯახის სისხლი ვეღარ იტანს უნდა მოკლას ვიღაც იო ხევსურიაო რა შემოვიდეს შემოუშვი ეხლა იჩოს მამა ეუნება დაიცხრეთ სისხლი რანაირად იქცევით რას აკეთებთ გაიგეთ ჯერ ვინაო გაგუნდი სისხლი რა შემოვა ეს ვინ ახარო ეუნებიან თორღო რაო კაცი გაგიჟდება ხა შვილი მოუკლა შვილი მოსტაცა და ის კაცია ვინც მოვიდა თავისი ფეხით რაო და გააძროს ხანჯალს ეგრევე ხო უნდა ამის მოკლა ვისი მოკლაც უნდა ის არის რაიზედ მოხველო რატო მოხვედიო რომ ესე იგიო სისხლმა მამიყვანაო სისხლმაო რა და დაეკარ მიწას ეუნება დაემხობა ეს მინდია მუხლებზე ესეა დამხობილი და თორღვა დაემხობა და ეუნება დაუხრეს თავს მოუქნებს თელი ძალით უნდა თავი გააგდებინოს და გაუჩერებს აი ამ ადგილას და მოულოდნელად იჩო გაოგანებული იჩო გადააგდებს ხმალს წამოდექ ეუნება შვილად გთვლიდე როცა ხმალს გიქნევდი შენ სახეზე ერთი ესე იგი ნერვიც არ შეტოკებულაო ასე როგორ გაწირე თავი რა ვაშკაც იყო წამოდექ ვაშკაც ყოფილხარ შვილი ხარ დღეიდან ჩემიო ეს თორღვას ეუნება წარმოიდგინე ვაშე როგორ გაწირე თავი სიკვდილისთვისო იქ ეხლასი ვაშკაცობა ყველაზე მაღლად ხო და გაოგნებულია და ამ დროს რო ჩაიხუტა მორჩა შვილი ხარო ეუნება და ვიღაცა ქისტი შემოარდა და დროზე ხალხო ხევსურები შემოიჭრენ ჩვენ ხეობაზეო თორღვა მოუწვითო იჩოს უგაგიჟდება თორღვა აქ არისო იძახის იქ როგორ ესე იგი მოგვატყუა ამანო თვალი აგვიხვიაო რა რომ ჩვენ ყურადღება აქეთ გადმოგვეტანა და ხეობაში შემოვიდნენ ისინი და დააძრობს ისეთ ხმას რომ უნდა დაგაწყას და გვითხარი სიმართლე ვინ ახარო და უკვე უნდა თქვა რა სხვა ვარიანტი აღარ აგაქვს და მინდია ვარო ძმა იმისიო თორღვა ისიო ხო და ყოფის ძალია ჩემიო და გავართ ერთმანეთს მე რატო მოხვედი
ლამარა მეც მიყვარსო. ხო და ეხლაო თქვენ სისხლზე ფიქრობთო, ის ხევსურები თავის სისხლზე ფიქრობენო და ლამარაზე არავინ არ ფიქრობთ ხალხო. თქვენ რომ მოკლავთო ხევსურების სისხლიც ლამარას გულზე გადისო და ხევსურები რომ კლავენ ის სისხლიც ხო ლამარა ხო ქისტია იმის გულზე გადისო და ლამარა ავათაო, დებაო. ხო და შენ რატომ მოხვედი მაშინ? ხო და იტყვის რომ ლამარა მიყვარსო და მე რომ მოვედი როგორც თორღვაო. ხო მომკლავდით როგორც თორღვასო და თქვენი სისხლი დაწყნარდებოდაო. და შეწყდებოდა ომიო, მშვიდობა იქნებოდაო. ხო და მე კიდევ რო აღარ ვიქნებოდიო, თორღვასთან შერიგდებოდაო ლამარა და ყველაფერი დამშვიდდებოდაო. ანუ გაწირა რა თავი, წარმოიდგინე რომ დაცხრეს სიტუაცია ძმის ოჯახში. ლამარა იყოს ბედნიერი, სისხლი აღარ იყრებოდეს. ამისთვის ბოლომდე და ეს რა უნდა და იჩო სუგაგნილდა ამას. თან თავისი შვილისთვის აკეთებს ამას. რა დონეზე უყვარს, წარმოიდგინე. ნუ იქნება ჩემი. ოღონდ ბედნიერი იყოს. ოღონდ ყველაზე მაგარი მომენტი აქ რა არის. როგორც აქ ხო გაუჩერებს. ხო და ყოილ კი დაუწყებს ისე, ანუ ამ თავგანწივრით დაუბრუნდა ეგრევე მისნობა. ანუ რაც უნდა და რასაც ეყვეწებოდა ღმერთს დამიბრუნეო. ამან მიიღო რაც უნდა და ღმერთი შეურიგდა. ღმერთმა ის აჩვენა და დაუბრუნა თავისი და არის უბედნიერესი რა. სიკვდილი და სიცოცხლე ერთი და იგივეა, როცა ღმერთი შენთან არის, სიკვდილი რა არის, არაფერია. ღმერთი რომ შენშია, მარადისობაა შენში. და სიკვდილი მარადისობამ როგორ ვერაფერს ვერ აკლებს. ეგრე რომ ცოცხალია, ავადმყოფობა, ჯანმრთელობა, სიმსივნე თუ სიჯანსახე, მისანი ამ შემთხვევაში მორწმუნე კაცისთვის, ვისაც გულში ყავს ღმერთი და ღმერთი გეხება და ნიშანს გაძლევს, სულ ერთია. აი წავა სიამოვნებით იმ ქვეყანაზე, იმიტომ რომ კი არ მთავრდება ამ ქვეყანაზე ცხოვრება, ღმერთთან შეუღლება ხდება. შერწყმა შერთვა ზესთ მწყობთა მწყობისა, აი ეს ხდება. და ჩვენი მიზანი რა არის? იმას შეუერთდე დიაც. აქ წუთის ოფელია, დროებითა ვართ მოსული. თავარი ის კი არ არის, ვინც მიყვარს ჩემი ცოლი გახდეს. ანუ არსი სულ სხვა რამეა. არსი არის უზენაესის მადლის მოპოვება. ანუ 60-ის დაბრუნება ამას ნიშნავს. აქ რო შემოვა, ის რა თქმა უნდა განა ის არ უნდა ვიპოვოთ კაცო, ჩვენი ძვირფასი ოჯახიც უნდა შევქმნა და ეს სხვა რამე. მაგრამ აღემატება ეს ყველას და ყველაფერს და მოკლედ იჩო ჩაიხუტებს გულში, ამასობაში ხევსურები შემოვარდებიან გაგიჟებულები და რას ხედავენ, მინდია აქ არ არის? უყურე შენ გამყიდველო, შენ მოღალატე, მოკალი ჩაქოლე და რა უნდა ჩაქოლო მინდია და ამას მინდია იჩო აჩერებს ყველას და თქვენ წარმოდგენა არა გაქვთ რა ვაშკაცი ყოლია თუ ხევსურნო. და უყვება ყველაფერს აეს გააკეთა, ხევსურებიც გაგიჟდებიან და მე იტყვიან რომ მოიტაო ლამარა მოვიყვანოთ აქო, შევრიგდეთო, ერთად ვიყოთო ლამარა და ლამარას მოიყვანენ, მაგრამ მოგიყვებით ამ ნაწარმოებს. ლამარა უკვე ძალიან მძიმედ არის ამ ნერვიულობისგან და ცხენით აფრენენ, ჩამოიყვანენ და ეს როგორ მთავრდება ახლა ეს პიესა არის რა. ერთ მხარეს ტომის ბელადნი, ხევსურების და ქისტების, ანუ შერიგდნენ რა. ერთ მხარეს, ანუ ხელი უჭირავს იჩოს და რაიბულს. რაიბული ხევსურეთის ხელმძღვანელია, თორღვაისა და მინდიას მამა. და იჩო და ისუდგენა. მეორე მხარეს თორღვაი და მინდია, ანუ აქაც შერიგდნენ და აქაც შერიგდნენ. ლამარა ასე გარდაიცვლება ბედნიერი. და პიესა ასეა დაწერილი, რომ წამოწევენ ამას ზევით და მიაქვთ სვანური ლილეთი და ამ სვანური საგალობლის ფონზე მალ-მალე გაისმის ასეთი შეძახილი ლამარა და გაადიან ესე და ესე მთავრდება. ყველაზე დრამატული მომენტი ამ ნაწარმოებში რა იყო? აი მინდია რომ დადარდიანებულია უკვე და მინდია რომ ხატობაზე შემოვა, მოულოდნელად გრიგოლ რომაქიძეს ცოცხალი ვაჟა შემოყავს თავის პერსონაჟებთან. ანუ ვაჟა ფშაველა და მინდია ხდება ხატობაზე ერთმანეთს.
ხო და ვაჟა ხო იქ ყველას უყვარს და მისი შაირები ყველა მიციან და ვაჟაი და ყველა ფეხზე დგება, ვაჟა შემოდის. ეს მინდიაც ხო იქ არის. სვავს და ვაჟა და მივა ვაჟა და მინდიას დაუჯდება იქ. და მინდია შაირისა ვაჟა შაირებს ეუნებიან. მერე ვაჟა შაირებში ჩაებებოდნენ, ან მთელი მისტიკა. და რა მომხდარა თურმე პიესის დადგმის და სპექტაკლს რო დაავდნენ, საერთაშორის ერთ საიდუმლოსაც გეტყვით. კოტე მარჯანიშვილი ცდილობდა მის დადგმას. რობაქიძე იყო ძალიან მკაცრი კაცი. რობაქიძემ თქვა მე უნდა შევხედო სურათო, თუ არ მომეწონა ვერ დადგაო, რა მკაცრი იყო, ამ დროს წერათა კავშირის თავმჯდომარე დიდი ავტორიტეტი ჰქონია. მოკლედ, რამოდენიმე ხნის შემდეგ კოტე მარჯანიშვილის ის ნაწყვეტები რო ნახა არ მოეწონა და რობაქიძემ უთხრა რომ შენ ამას ვერ დადგაო. იმიტომ როგორი იყო იცი ძალიან ძლიერი იყო პროფესიონალი მსოფლიო დონის ოღონდ რეპეტიციებსაც კი რუსულად ატარებდა ანუ რუსული ყაიდისა იყო რა ხო და შენო რას არ ყოფნიაო ანუ შინაგანი ის არა გაქო რა რაღაცა ისეთი მოკლედ გენი არა გაქო რომ ქართულად დადგეოსო იგრძნო და მე დაეთანხმა კოტე მარჯანიშვილი და შეაჩერა იმან მუშაობა. ეძებეს და მოკლედ დადგა კახელმა კაცმა, ქიზიყელმა კაცმა, სანდრო ახმეტელმა. ოღონდ მაგრა დადგა რა, აი როგორიც და რა ხდებოდა თურმე, ესე იგი როგორც ვაჟა შემოდიოდა, მთელი ვაჟას ძახილი რო იწყებოდა სცენაზე, მთელი მაყურებელი ფეხზე დგებოდა თურმე ხალხო და რომაქიძეს უწერია 45 წუთი ერთხელ იძახდნენ ვაჟა ვაშაო. მთელი აი ყველა ტიროდა თურმე და როგორი მისტიკა იყო, იცი თითქოს აი ცოცხლად შემოვიდა ვაჟა, თითქოს გულებში შემოვიდა. ვაჟა ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, ყველას გვიყვარს. ზოგ შეიძლება წაკითხულიც არ ქონდეს ვაჟა-ფშაველას შაირი, მაგრამ ყველას უყვარს. აი ვაჟა რო ყველას უყვარს, მაგაში დარწმუნებული. როგორც ფიროსმანი. შენ რო ნახატები არ მოწონდეს კაც, მაგრამ ფიროსმანი მაინც ყველას უყვარს. ფიროსმანი და ვაჟა ერთი გაგებაა ჩვენთვის. ხო და მოკლედ ჩემო ძვირფასებამ ბოლოს ესე მთავრდება ნაწარმოები, რომ ლამარა გარდაიცვლება და შერიგდება და ეს დამთავრდა. ეხლა აქ რა დანამატი გვჭირდება ჩვენ. აი ჯვარი და ხრმალი ორი ნაკადი საქართველოს თავგადასავალისა. ჯვარი სიწმინდე მისნური ანუ ღვთაებრივი. ანუ ღმერთის წინაშე პირნათელობა, უზენაესის წინაშე სიწმინდის დაცვა ეს არის. ხრმალი შემართება რაინდული, თავგანწირული, მებრძოლი. ჯვარი და ხრმალი ერთი მეორეს ეუღლებიან, შეუღლებულთ გააქვთ ლელო. აი ეს ჩავდეო ამაშიო რობაქიძე. აქ მარტო ის კონკრეტული ამბავი კი არ არის. ვისაც მინდიასავით ერთხელ მაინც არ გაუწირავს თავი მოყვასისა თუ სამშობლოს სიყვარულში, ის ვერ გაიგებს ქართულ გენიას. თავარია რომ ადამიანი ძმად შეიგრძნო და მის გამო გტკიოდეს. ეს ტკივილი შეძრავს უფალს და ხდება სასწაული, იმიტომ რომ სხვა არაფერი უყვარს უფალს ისე, როგორც კეთილშობილური სულგრძელობა, ანუ თავგანწირვა. იმიტომ რომ ამის მაგალითი ქრისტემ მოგცა. ის ჯვარზე გაეკრა და ნიშნავს რომ ჩვენც მოგვიწოდა ამისკენ. თავგანწირვა რა არის? ერთგვარი ჯვარცმა, ერთგვარი თავის დადება, თავის გაწირვა. ქართულმა გენიამ შემოქმედებითი სინთეზით გააერთიანა ორი სხვადასხვა შეხედვით, ერთი შეხედვით ურთიერთსაწმინააღმდეგო თვალსაზრისი. ხო თქვით პირველი შეცნობა შობს სიყვარულს, გველის მჭამელიდან. ეხლა მეორე სიყვარული ხბადებს შეცნობას. მინდიას გულმა დაგვანახა, რომ შეცნობა ერთგვარი სიყვარულია. რობაქიძემ გააერთიანა ეს ორი და სიყვარული ერთგვარი შეცნობაა. ნახეთ რა საოცარი მოხდა. ქართულმა გენმა ეს ორი საწინააღმდეგო ფორმულა გააერთიანა და ერთ სუნთქვათ აქცია. ეს არის მითიური სუნთქვა. და ბოლოს ღმერთო მიიღე ვედრება, ვაჟას ლექსია. ეს ჩემი სათხოვარია. არ დამეკარგოს გულიდან, მე შენი სახსოვარიო. ანუ გულში რომ
შენი ხსოვნა და სიყვარული სულ მქონდესო, ეს არის რომ ღმერთი რომ სულ გახსოვს რა და ღმერთი რომ სულ გახსოვს არასდროს იმის საწინააღმდეგოდ აღარ წახვალ. ჩვენი უბედურება რაშია? მაშინ ვიდან ცოდვას, როცა ღმერთი აღარ გვახსოვს. ეგრე რომ აი ეს მითიური სუნთქვა აქ ახლა ჩემო ძვირფასებო გადმოცემული და ჩვენც უნდა ჩვენი საქმიანობით, ჩვენი აღმზრდელობითი მუშაობით, ჩვენი გაკვეთილებით და ჩვენი მოქმედებით და სუნთქვით აი ეს ჯვარი და ხმალი უნდა შევკრათ. ჯვარი როგორც მისნობა ღვთაებრივი სიწმინდე, ხმალი როგორც მებრძოლი ეროვნული სულისკვეთება, რომელიც პირდაპირ აი ცეცხლიანი უნდა იყოს და ამ სიწმინდითა და ეროვნული ცეცხლით უნდა გავაერთიანოთ ესე იგი ჩვენი პატარა ლაშქარი. აი ეს არის მთავარი აქ, რომ თავდადება და თავგანწირვა არ მოგვაკლოს ღმერთმა და ის ღვთაებრივი სიწმინდე კიდე ხელშეუხებლად დავიცვათ. აი ეს მოტივია ზუსტად და ეს ზუსტად რასაც ახლა ჩვენ ვისაუბრეთ, ეს არის ქართველთა მითიური სუნთქვის შუაგული. ანუ საქართველოს ახსნა, საქართველოს გაგება, ქართული სამყაროს შეცნობა აი ამ კონკრეტული, ესე იგი, ამ კონკრეტული სულისკვეთებით იწყება, ჩემო ძვირფასებო, რომელსაც რობაქიძემ ჯვარი და ხმალი დაარქვა. ხმალს რო ხმარო, ყოფილა ძველ ქართული, ანუ სწორე ფორმა. რობაქიძემ ზედმიწევნით იცოდა, ეს იყო ძალიან მაგარი ფილოლოგი და თურმე ხმალიო სულ ამაზე უბრაზობდა, ხმალს რო წერდა. ეხლა ჩვენ ხმალს ერთი ორჯერ ხრმალი დავწერე და ატყდა ერთი ამბავი მაგაზე და მე ვცდილობ რომ აიც ის სიტყვები არ დავკარგო. კიდე ერთ საიდუმლოს გეტყვით. ჩვენ ხო ხმარობთ აღბრთოვანი, აღბრთოვანება. რობაქიძე კი ღრათ უნდა. ჩვენ აფრთოვანება ნიშნავს ზეცაში აჭდომას და ღლუ ეგ სიღრმეში მიდის და სიღრმე აქ არ ჭირდება, ღლუ ასო არ ჭირდება. ამიტომ სწორი ფორმა აფრთოვანება. აფრთოვანდი, ესე იგი ფრთა შევისხი, ზეცასო ეწვიე, ღლუ რა საჭირო აქ. აბა დაფიქრდით. რობაქიძე მე ზედმიწევნით იცის. ამიტომ თქვენ შეეცადეთ, აი მე და თამარ დედა აფრთოვანებას ხმარობ ხოლმე უკვე და თქვენ შეეცადეთ ასეთ რობაქიძისეული მე შევიტყობ. ეხლა ერთი პატარა ფსიქოლოგიური დამაკვირდი და ჩვენ ამით დავამთავროთ დღევანდელი დღე. ერთხელ მასწავლებელმა თავის მოსწავლეებს კითხა: რატომ ყვირიან ადამიანები, როდესაც ჩხუბობენ? კითხვა დაუსვა. ერთმა აწია ხელი და უთხრა: იმიტომ რომ მოთმინებას კარგავენ. კი, მაგრამ ყვირილი რაში სჭირდებათ? როცა ვისაც უყვირი, ისედაც ჩვენ გვერდითა. აი უყურე, რამდენჯერ ესე რა უთხრა, რამდენჯერ გითხარი შეუსირცხვილო, ასე აღარ მოიქცე მეთქი, რატო არ მის? მაგრამ ჩვენ დავყვირით. ნახეთ რა სამ გვერდზე მიდგა, რა თუნდა ყვირილი. მოსწავლეები გაუგნებულნი იჩეჩავდნენ მხრებს, ვერ გაიგეს. მაშინ მასწავლებელმა განუმარტა: როდესაც ადამიანები არიან ერთმანეთით უკმაყოფილო და ჩხუბობენ, მათი გულები ერთმანეთს შორდება. მათ უწევთ ყვირილი, რათა დაფარონ სიშორე და ერთმანეთს უკეთ გააგებინონ სათქმელი. რაც უფრო მეტად ბრაზდებიან, მით უფრო ხმამაღლა ყვირიან. როდესაც ადამიანებს უყვარდებათ ერთმანეთი, კი არ ყვირიან. პირიქით ჩუმად საუბრობენ. ამ დროს გულები მიდიან ერთმანეთთან და მათ შორის მანძილი პატარავდება და როდესაც კიდე უფრო ძლიერ უყვარდებათ, მაშინ ისინი აღარ ლაპარაკობენ. არამედ მხოლოდ ჩურჩულებენ. აი შეყვარებულები, ხო? ეხლა წარმოვიდგინეთ სიყვარული რო ესე ახსნა, რომ მიყარხარ და ხო აი წარმოვიდგენელია და სიყვარულს როგორ უჩურჩულებ. ყურში რომ მე შენს გარეშე ვერ ერთმა ჩვენმა მოსწავლემ როგორ აუხსნა, იცი სიყვარული თავის სათფოს. მეო, შენ ახარ ჩემი ცხოვრების არსიო, ესე უთხრა. ჩემი ცხოვრების არსი ხარ. აი ესეთი სიყვარულის ახსნა პირველად გავიგე რა. აი არ დამოვიწყდება ცხოვრება. შენ ახარ ჩემი ცოტა ნასვამი იყო და ისა
ვერ მიხვდა რომ ჩვენ გავიგეთ რა. ხო და ტელეფონზე უხსნის და შენ ახარ ჩემი ცხოვრების არსიო ეუბნება. მე-9 მე-10 კლასელი. საბოლოოდ ეს ჩურჩულიც აღარ სჭირდებათ. აი როცა უკვე ნათქვამი გაქვს მიყვარხარ, იმასაც ნათქვამი აქვს მიყვარხარ, რაღა არის სალაპარაკო. ჩურჩულიც აღარ არის. ჩურჩული უნდა როცა უკვე მოამწიფე და სიყვარულის ახსნის დროა. სიყვარული თუ ახსნილია და პასუხიც მიღებულია და თანხმებული. რაღა საჭიროა სიტყვები. სიტყვები არაფერი აღარ არის. ისინი მხოლოდ და მხოლოდ უყურებენ ერთმანეთს და ყველაფერი ესმით სიტყვების გარეშე. ასე რომ, როდესაც კამათობთ, არ მისცეთ თქვენს გულებს ერთმანეთისგან განშორების უფლება. არ წამოსთქვათ სიტყვები, რომლებიც კიდევ უფრო გაზრდიან თქვენ შორის მანძილს. რადგან ერთხელ შეიძლება დადგეს დღე, როდესაც ეს მანძილი იმდენად გაიზარდოს, რომ ერთმანეთს ვეღარაფერი გააგებინოთ. აი ჩვენ კიდე ფიცხელნი ხო ვართ ქართველნი, მე მაგალითად ჩემ თავზე ვიტყვი. როგორცვე რაღაცა გამაჩი გადავდივარ და იმაში მრისხანებაში. ეგრევე წარეს სიტყვების გამოყენება მიყვარს. აი ჩვენ ესეთები ვართ ქართველები, წარეს სიტყვების და ზოგჯერ შეიძლება ისე ატკინო, ან ისე გატკინოს, რომ არაფრის გამო პატარა რაღაცა უმნიშვნელო ესე იგი დაპირისპირება გადაიზარდოს დიდ წყენაში და ვეღარ შეძლო იმასთან ურთიერთობის. აი აქ ამაზეა. ამიტომ ჩვენ ჩემო ძვირფასებო გულებს უნდა გაუფრთხილდეთ და უნდა ვისწავლოთ გულების ერთად ყოფნის საიდუმლო. დანარჩენი ყველაფერი ლამაზად დალაგდება. და აი მეც მოგიწოდებთ რომ დღეს ხო მინდია არის ჩვენი სახე ქართული გენის ასე თქვათ საიდუმლოს წოდომისა, ნიჭის სხვადყოფნის. აი რომ ჩვენ ერთმანეთის გულებში ჩახედვის ღვთაებრივი ნიჭი გამოვიმუშაოთ, რომ გავიგოთ ერთმანეთს რითი გავახარებთ, რითი გავაბედნიერებთ, რითი გავაულამაზებთ, გაუბედნიერებთ სამყაროს და როგორ იქნება ჩვენი გულები ერთად. აი ეს პირველ რიგში ჩვენი აი გულწრფელად რო გითხრათ ახლა რატომ მომწონდა გუშინ ხო ლოცვა დავამთავრეთ. აი ამ ლოცვაში ყველაზე მთავარი ასე ჩავიფიქრე მე და თითოეული თქვენთაგანიც ასე ლოცულობდა რომ სამშობლოს ცოდნეობის ეს ლოცვა არის სამშობლოს ცოდნეობის პედაგოგთა ერთობისთვის, ურთიერთმიტევებისა და სიყვარულისთვის. ამის გარეშე ვერც ერთი გულების ერთობა ვერაფერ შედეგს ვერ გამოიღებს. ამიტომ პირველ რიგში ჩვენი ასეთი ერთობაა საჭირო. ხარვეზები ყველას აგვაქვს და ბევრ ისეთ ქმედებასაც ჩავდივართ, რომელიც არ არის მოსაწონი, მაგრამ როგორც მამა ბასილმა გითხრა, მეგობრობა რა არისო? ყველას ჩვენი ნაკლი გვაქვს. ამ ნაკლის ატანაა მეგობრობა. უნდა ავიტანოთ რით? იმ სიყვარულით, რა სიყვარულითაც ქართული იდეაა შექმნილი, ღმერთის სიყვარულით, სამშობლოს სიყვარულით და კასტმოყვარეობით, იმიტომ ღმერთმა პირდაპირ დაგვიბარა, რომ უნდა გიყვარდეს მოყვასიც და მტერიცო და მტერი თუ დაგვიბარა, ერთმანეთი არ უნდა გვიყვარდეს. ამიტომ დაასკვნა, როცა ჩვენ ამ სულისკვეთებას შევკრავთ, აი ამის მერე შეგვიძლია ამ ერთობის გადატანა ბავშვებში. ანუ ჩვენი გულების ერთობა ამ შემთხვევაში ის საყრდენი ძალა, რომელზეც უნდა დაშენდეს შემდეგ სამშობლოს ცოდნეობა, რომ ეს სწავლება, ეს ცეცხლი, ეს მოფერება, უკვე ეს მითიური სუნთქვა, თავგანწირული ბრძოლის სურვილი გადავიტანოთ ჩვენი მოსწავლეების პატარა გულებში, ჩემო ძვირფასებო. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ მე აი თქვენთან ურთიერთობამ, ბავშვებთან ურთიერთობამ ნამდვილად აი ზედმიწევნით დამარწმუნა, რომ აი ჩვენს თავს რაც ხდება, ეს არის მითიური სუნთქვა, აი სამშობლოს ცოდნეობა მითიურ წიაღში მიმდინარეობს. რა მითიურ წიაღში, სადაც ქართული იდეაა მთავარი მამოძრავებელი ცენტრი, ხერხემალი, ღმერთის სიყვარული, სამშობლოს სიყვარული და ადამიანების სიყვარული. აი ამ სიყვარულით აგავსოთ ღმერთმა თქვენი პირადი
შრომა შეიწიროს ღმერთმა, თქვენი თავგანწირული შრომა, თავგანწირული არ არის, ხანს ხელფას უხდიან და იმ საქმეს არ აკეთებენ კარგად და გულიანად და თქვენ ასე უანგაროთ, ვიკრიბებით, ან აქ შემოდიხართ, აქაც დროს პოულობთ, რამდენ თქვენთაგანს წვრილშვილი ყავს და რამდენი პრობლემა გაგაჩნიათ და თქვენ მაინც დროს ნახულობთ, მოდიხართ. ეხლა ამ ბანაკში 20 ბავშვიან ბანაკში წარმოიდგინეთ თქვენ, რომ ორი მცირეწლოვანი ბავშვის დედა ღებულობდა, მასწავლებელი ღებულობდა მონაწილეობას. ტარიელ ხალხელაური ყავდა სტუმრად და ტარიელმა გაიხსენა, რომ პატარა ანაბელზე თქვა ეთო მასწავლებელო. ეს ხო კონფერენციაზეა, ნამყოფი ბოლნისის კონფერენციაზეო და თამარი ორსულად იყო, ისეთი ორსულად რომ აი უკვე ჩანდა რა ანაბელი ისეთი ორსული იყო და ეს ის არ არისო ბოლნისის იმაშიო და გაიხსენა ხო. ხო და ეხლა პატარა ერეკლე ყავდა კიდე ეკატო, პატარა ხევსური ყავდა, აგერ მოდიან მინდიები. ხო და ესე იგი ასე ნელ-ნელა ღვთისმადლითა და წყალობით ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენს მომავალ თაობას გქონდეს ის ქართული გენი, ის ქართული თავგანწირვა, სიწმინდე ღვთაებრივი და ხმალი მებრძოლი სულისკვეთება რაინდული, რომლითაც იყო გამორჩეული ქართველი კაცი. თავგანწირვა ადამიანის მამოძრავებელი ძალაა. ყველაზე აღმატებული სიხარული მსხვერპლის გაღებიდან მომდინარეობს. მხოლოდ მსხვერპლ შეწირვით არის ადამიანი ქრისტესთან ნათესაობაში. ვინაიდან ქრისტე არის მსხვერპლი. ქართული გენის თვისებაც მემსხვერპლეობაა. მხოლოდ თავგანწირვით იშლება სრული სახე ქართული ბუნებისა. ამ საიდუმლოს გასაგებად მოვყვეთ ერთი ამბავი, მითიური შუაგულიდან აღებული. მითოსი კოსმიური ამბავია, კოსმიური და არაისტორიული. არ ყოფილი, ხოლო მარადმყოფი. ეს კი მარადმყოფადია, უფრო საცნაური, გულისხმიერი, ვიდრე ისტორიული. ამ ამბის უკეთ გასაგებად გთავაზობთ ხატობას ფშავში. ილამშვიდობა წყალობა ხატისა. თუ არსებობს სადმე კუთხე, სადაც გეოგრაფია ლეგენდად იქცევა, ფშავიც მასთან იქნება. აქ ჯერ კიდევ ცოცხლობს მითოსი. ფშავში კი თუ სადმე ცოცხლობს მითოსი, ეს უპირველეს ყოვლისა ხატობის დღესასწაულია. ხატობათა სამყარო უფაქიზესი ძაფებითაა დაკავშირებული ქართული სულის იდუმალ შრეებთან. ამიტომაც მიაჩნდა გენიალურ ვაჟა-ფშაველას ხატობების მოსპობა ერის სულიერი სიცოცხლის შეწყვეტისა და დამარხვის ტოლფასად. ღმერთი სული წმინდა სამები ერთარსება უფალი განუყოფელია, წმინდა ანგელოზები, უფლის ანგელოზები ვადიდოთ. ღვთისმშობელი ვადიდოთ, ყოველთა წმინდათა შუამდგომელი ვადიდოთ, დედა ღვთისა, დედა ერისა, დედა სათუნებისა, გეწეოდეს დღევანდელი დღეს გილოცავ. ვაჟა-ფშაველა მსოფლიო მნიშვნელობის გენიოსია, რომელიც ბუნების შუაგულიდან უმზერს გარესკნელს. ამიტომ ქართული წყაროსთვალის მისაკვლევად მის მშობლიურ სოფელს ჩარგალს მივმართეთ. ამბავი შეთხზული გრიგოლ როვაქიძისა, მესაიდუმლე მშობლიური ფესვების. მინდია ხვდება ერთ ხრამთან ლამარას, ქისტეთის ლამას ქალაის. ვაჟი იხიბლება. ქალაის გულსაც ხიბლი იფლობს. მოკლე გასაუბრება. ჩემად გთვლიდე, ეუბნება ვაჟი. გთვლიდე, თუ შეძლებ ჩემს მოტაცებას.
მიუგებს ლამაზი მაცდური ღიმილით და გავარდება. მოიტაცებს ლამარას თორღვაი, ძმა მინდიას, არა დედით. ძმები გვანან ერთი მეორეს ვითარ ორეულნი. ლამარას გონია მინდიამ მოიტაცა, ერკვევა, იმღვრევა, მოსწონს კი ორივე. მინდია გულია, თორღვაი მკლავი, თორღვაი გმირია, მინდია მისანი, ღვთაებრივი მადლით მოსილი, შეჰმღერის ყვავილებს, ბუნებაც ეს იტყვება. გაორება ეწვეთება მოტაცებულს, მინდია მალული ტრფობით არის აყვანილი, იტანჯება. მოჰკლეს თორღვაის მეგობარი ლეგაი, თორღვაი ხელდება. მინდიას ტრფიალი თანდათან კერძოლდება პიროვნულში. მისანს ერთმევა ღვთაებრივი ნიჭი, მისნური ძალა. შეხლა შემოხლა ორ ტომთა შორის მატულობს, თორღვაი შემოაკვდება ლამარას ძმა, მურთას. ლამარას არჩება ამ სოფლად აღარაფერი, ავად ხდება. ახლა ლამარას მამა ემზადება ხევსურების ამოსაჟლეტად. იჩო, დიდი იჩო, რისხვა აყვანილი, პირწავარდნილი შამილი. მინდია ხედავს, ხევსურები ცდილობენ დაასწრონ იჩოს შემოვარდნას. საშველი აღარაა, არა, დარჩა კიდევ ერთი. ვინმე ხევსურს სურს შენი ნახვა, აცნობებენ იჩოს. ხევსურის გაგონებაზე შმაგად იქცევა სრულიად. ვინა ხარ? თორღვაი, გაეკარ მიწას. ხევსური დაეშვება. მოუქნევს იჩო ხმალს. ესა უნდა განკვეთოს და ხმალს განზიაგდებს. შენ სახეზე ერთი კუნთიც არ შერხეულა. ვაშკაც ყოფილ ხარ. წამოდეგ, შვილად გთვლიდე. უეცრად ერთი ქისტი შემოვარდება ზახილით. ხევსურნი თავს გვესხმიან, თორღვაი მოუძღვით. გაშტერება მგელსავით. ხევსური ახლა მათ თვალში თვალის ამქცევია. შეჰკრავენ თოგით. იჩო თავს არ დაცემულია. მართალია? პასუხი. არ ვარ თორღვაი. ძმა ვარ მისი. მოվել, სისხლს აიღებდი. შურის გება გათავდებოდა. ლამარა ჩემს გულშიცაა. ავადაა. მორჩებოდა. გაოცებული იჩო ძლივს ღას უნთქავს. ახლა კიდევ უფრო აფრთოვანებული. განათავისუფლეთ. მინდია გძნობს სიმძაფრით აქტს თავშეწირვისა. ძალა მისნური, წართმეული, უბრუნდება. უწინდებურად შეჰმღერის ყვავილებს. უფალო შეგვიწყალენ, უფალო შეგვიწყალენ, აი. თქვენი ძალა მადლი. მოასკდებიან ხევსურნი. გაიგებენ რა მოხდა. ახლა ესენიც ყვავდებიან. აღარაა განხეთქილება ორ ტომთა შორის. შუღლიც ძმათა შორის გამქრალა. ლამარა უნებლიე კვანძი შეხლისა თვითონვე ხსნის ამ კვანძს. გახსნას თან გადაჰყვება, ვითარ მსხვერპლი. ტრაგედია მისტერიაში იხსნება. ლამარა სულს განუტევებს. ბოლო სურათი. ერთი მხრით იჩო და რაიბულ. ტომთა ბელადნი. ხელი ხელ გადაჭდობილნი. მეორე მხრით მინდია და თორღვაი. ესენიც გადაჭდობილნი. ხელი ხელ. ყლავებზე დასვენებული მიჰყავთ ლამარა. მაღლა აზიდული. გალობენ ძველთა ძველ ჰიმნს ქართველთა. ჰიმნში კი აფობს სახელი ლამარა. თავარი დროშა იყო მაშინ ხელმწიფე ლაშარისისა და დღესაც ესია, რომელიც მიდიოდა ბრძოლებში და ეს დანარჩენი სათემო დროშები ლაშარის ჯვარში დაბრძანდებოდნენ და შემდეგ როცა დაბრუნდებოდა, ყველა თავის დროშას აბრუნებდა თავის თემში. ჩვენი ეს წინაპარი ხალხი სალოცავში მოვიდოდა, აქ ფით დაძდებდა, აქედან სალოცავი აძლევდა მათ ძალას. ეს ამბავი მისტიურიდან ასე ითარგმნება. ჯვარი და ხრმალი. ორი ნაკადი საქართველოს თავგადასავალისა. ჯვარი, სიწმინდე მისნური. ხრმალი, შემართება რაინდული.
ჯვარი და ხრმალი ერთი მეორეს ეუღლებიან. შეუღლებულთ გააქვთ ლელო. დიდება უფალო საქვეყნელების გამჩენო სიცოცხლეს იკეთის დამაარსებელი წინა ძალა და ბრძანება შენია შენ გააჩნია. შენამციდები ყვირა უკარავია შენამციდები ხელის ბელაშარი ჯვარო წმინდა უწყაროს თაველო წმინდა პირით საქსენებელო ახადის პირფუშო ყაწიმშვენ როკოტია წმინდა გიორგიო დალოცვილი. შენამციდები მთაწმინდის მთავარანგელოზო დამასტეს წმინდა გიორგიო ხოშარის სახუთმეტეო მთავარანგელოზო დალოცვილი. შენამციდები დედა ღვთის მშობელო სვეტი ცხოველო და კიდევ ღვთის მშობელო ყოველთა წმინდათა შუამდგომელო დალოცვილო. შენამციდები დიდო თამარ მეფეო ოქროს აკუნიანო ზემდგომო ანგელოზო დალოცვილო. ვისაც მინდიასავით ერთხელ მაინც არ გაუწირავს თავი მოყვასისა თუ სამშობლოს სიყვარულში, ის ვერ გაიგებს ქართულ გენიას. თავარია რომ ადამიანიც მათ შეიგრძნო და მის გამო გტკიოდეს. ეს ტკივილი შეძრავს უფალს და ხდება სასწაული. იმიტომ რომ სხვა არაფერი უყვარს უფალს ისე როგორც კეთილშობილის სულგრძელობა, ანუ თავგანწირვა. მინდია ქართული მოდგმის შინასახეა. სხვა ხალხებს ამ ცნების გამოსათქმელად ორი სიტყვა სჭირდებათ. ქართველები კი ერთი სიტყვით გამოვთქვამთ მას. ხატი. ბარში ხატი ნიშნავს სათაყვანო სურათს რომელიმე წმიდანისა, მაგრამ მთაში ჯერაც არ დაუკარგავს მას პირვანდელი მნიშვნელობა. მითიური. იქ ხატის სახელია სალოცავისა. ხშირად ხატის ნაცვლად ჯვარიც იხმარება. მაგალითისთვის მივმართოთ ვაჟას. სკამსიჯდა ბაბურაული, გუდანს გუდანის ჯვარშია. იმავე შაიში ნათქვამია. წილის მყრელები შევარდნენ ბაბურაულთან ხატშია. საკვირველი ისაა, რომ მთიელთა ხატში, სალოცავში, არავითარი ხატი არ მოიპოვება ბარის გაგებით ამ სიტყვისა. შესაძლოა ვინმე მიფიქროს, ხატის შენობა საცალოცულობენ. შეცდომა იქნება. დაუგდოთ ყური რას ამბობს ფშაველი მეომარი. იგი წერს დედას. კაცი რამ ლურჯ ცხენიანი, ამოღებული სხმალითა, მაღლიდან თავზე დაგბრუნავს ტურფა იერით ტანითა. ეს ჩვენი ჩუმი მფარველი, ლაშარის ჯვარად ვცანითა. ჯვარი ან ხატი რომ შენობა იყოს, რა რიგ მოევლინებოდა იგი მეომართ, როგორც კაცი რამ ლურჯ ცხენიანი. არა, ჯვარი ან ხატი რქმევაა შინა სახის. ვისი სახის? ტომის, თემის, ვითარ არსისა, თელის. ჯვარი თუ ხატი, ღვთიური შუაგულია ტომისა. კურთხევა მაქვს მამარჩილეს, რომ ასაც ჩემი მამა პაპა აკეთებდა, შევიძლია რომ მივიდე და სანთელიავან თუ იმ სალოცავში, სადაც ჩემი მამა პაპა დადიოდა, საკლავის დავკლა და ვფიქრობთ, რომ ჩვენ არაფერს არ ვარღვევთ. ზარი უნდა ხმაურობდეს, ანუ უფალთან კავშირი ხდება ამ დროს. ზარები და ეს საკადრისებია, უკვე დროშის საკადრისები, ეს არის დროშა ჩარგლის სასოფლო სალოცავის ზედაღვთისმშობლის დროშა, ვაჟა-ფშაველას დროინდელი, როცა ვაჟა-ფშაველა მოღვაწეობდა და იყო და დიდი ჩვენი წინაპარი, ნუ აღდგენილია უბრალოდ რომ თავიდანვე მოდის რა თქმა უნდა. და ბოლოს ვაჟას შაირი, ფშაველი ჯარისკაცის წერილი, რომელიც თანვე წყაროს თვალია საქართველოს შუაგულისა. გულმკერდი მცაგი ყოფდება, დედაო იავარდითა. თვალებს ნუითხრით სრემლითა, გულს ნუისერავ დარდითა. ვინც დავიჭრენით გამორჩით, კიდევ ცოცხლები დავრჩითა. ხვალისევ ომში გვიწვევენ გაკვირვებულნი გარჯითა, თამარ დედოფლის ბარტყების გულოვანობით მაჯითა. ვცდილობთ რომ საქართველოსა ვუშველოთ ჩვენი ხარჯითა. სამშობლოს ბედნიერება არ გვსურს ვიყიდოთ ვალითა. ნახტს ვაძლევთ ჯანს და სიცოცხლეს ნამუსი დავიცავითა. რუსეთში მყოფი ვნატრულობ, სამშობლო ვნახო თვალითა. ერთი რამ უნდა გაუწყო, გავკვირვებულ ვარ ამითა. როცა ომი გვაქვს ქართლის ჯარს, ნათელი გვიძღვის ღამითა, კაცი რამ ლურჯ ცხენიანი ამოღებული სხმალითა, მაღლიდან თავზე დაგბრუნავს ტურფა იერით ტანითა. სახე აქვს შავად მოცული მას დიდი სკაეშანითა, ეს ჩვენი ჩუმი მფარველი, ლაშარის ჯვარად ვცანითა. როცა მისწყდება თოფის ხმა და ზარბაზნების გრიალი,
გრძნობები დამიყუჩდება არ მესმის ბრძოლის რეალი ფიქრით შინავარ საჩეჩლის კბილების მესმის წრიალი გიცქერ მატყლსას ჩეჩ ფარტენას ცრემლი გისვალებს ტიალი ეგ ხომ ჩემ საჩოხეთ გინდა ნაკურთხი დედის ცრემლითა არ გაიჭრება מחვილით არ დაიწვება ცეცხლითა რა დიდი ღამე გასულა შენ კის ძილ ფხიზლობ კერაზე ეგ შენი გლოვა უფალმა ვთხოვ შეგიცვალოს მღერაზე მშვიდობით დაჰკრეს საყვირსა კვლავ მეძახიან ბრძოლაზე საჩხუბრად სისხლის საღვრელად თოფის ზარბაზნის სროლაზე ნეტავ თუ არ გვატირებენ ბოლოს ვაშკაცურ შრომაზე ნეტავ თუ დაგვიფასდება ქართველთა შვილებს ამაგი არ იქცა საყოვ ყორნე და ჩვენი ლამაზი ალაგი მშვიდობით დაჰკრეს საყვირსა კვლავ მეძახიან ბრძოლაზე საჩხუბრად სისხლის საღვრელად თოფის ზარბაზნის სროლაზე მხნედ მივალ ვერ ვინ დაგცინებს ლაჩარიშვილის ყოლაზე სიცოცხლე იმადმირს გეფერო პრომეტხა ის ხელკადრები ვინც ამ ის ბეჩავს აბრალული ვინც მაუგონარი წავიდა მანქანით ათელში იყოს იმათი სულ ვინც მოციროდეს აი ამ სუფრაზე და ვერ ვიგონოთ აი ეს არის საქართველოს შუაგული ნათლით მოსილი რაინდული და ფაქიზი ჩვენი ისტორია ხომ ომების ისტორია დედებისა და შვილების სამშობლოსთვის თავგანწირვის ჰეროიკული თავგადასავალი აგერ აგვისტო აგერ აფხაზეთი აგერ სამაჩაბლო ეს ხო ფაქტია ეს ხო სახია ჩვენ ხო გმირები ყავ ჩვენ ხო გმირები გაზარდა საქართველოს ვინ იცის რამდენი შვილის მეწამული სისხლი და რამდენი დედის დაღვრილი ცრემლი შეუშრია ჩვენს მიწა-წყალს რამდენი დარბევა და შეურაცხყოფა უნახავს დაობლებულ თვალებს მაგრამ ქართველს ღვთისამდურავი არასდროს წასცდენია გულში მტრობა არ ჩაუდია შურის გებით არ მოუწამლავ შუაგული და მაინც ხალისიანი იმედიანი შესდგომია ახალ ცხოვრებას თავი და თავი აქ ისაა რომ ქართველ კაცს მტრის სიყვარულით შეუძლია პატიებაც და მტრობის სწრაფად დავიწყებაც აი საიდუმლო საქართველოს გადარჩენისა